ქრისტეს სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისაწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანამი. Აი ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მარხვაში. მადლი უფლიცა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომ იყოს ჩვენთან. აუცილებლად ჩვენ უნდა ხშირად ვეზიაროთ. მარხვა უნდა კარგად დავიცვათ. და აუცილებლად მადლს მივიღებთ. მონანული ქრისტიანი მართლმადიდებელი. მაგრამ ამისათვის აუცილებელია ის პირობები, ის სტანდარტები, ის გაცნობიერებული დაცვა მარხვისა და გაცნობიერებული სწავლა ქრისტიანობისა, რასაც ქვია მართლმადიდებელი სარწმუნოების დოქტრინას სწავლება. ამიტომ ეს დოქტრინა ვიმეორებ, არ არის ადვილად შესასწავლი და არ არის ერთ დღეში შესასწავლი. აქ არის საჭირო ძალიან ბევრი ძალისხმევა, ძალიან დიდი სულიერობა. უნდა დავიწყოთ სწავლა და სწავლა გვიან არასდროს არ არის. ზოგი წაიკითხავს 2-3 წიგნს და გონია რომ ბევრი რამე იცის. წაიკითხავს 2-3 წიგნს და გონია რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება ამოწურა და იცის ყველაფერი და უკვე შეუძლია სხვისი მასწავლებელიც იყოს. ეს დიდი შეცდომაა. ყველაზე დიდი მცოდნე მამებიც კი ამბობდნენ რომ მათ ძალიან ცოტა იცოდნენ და ძალიან ზღვაში წვეთი იყო მათი ცოდნა. ჩვენ მით უმეტეს რა გვეთქმის. ამიტომ უნდა ძალიან დიდი რუდუნება და სწავლა. განსაკუთრებით კარგი პერიოდია მარხვის უნიკალური დრო. როდესაც თავში განწმენდილი ორგანიზმის ტოქსინებისა და შხამებისგან განწმენდილი ორგანიზმი, როდესაც გზნობიარე და გახსნილი ხდება ღვთაებრივი მადლისაკენ ზეახსული ორგანიზმი, სული სამშინელი და სხეული ხდება გამჭვირვალე მეტნაკლებად მადლისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და მოსახერხებელია სწავლა და მის ნათლობით აღდგენილ ორგანიზმში მართლმადიდებელი ქრისტიანის ორგანიზმი ნათლობის შედეგად აღდგება მასში ის ძალები, ის 7 ნიჭი რო ენიჭება, მასში ღდგება ინტელექტი, განიღბთობა მისი სამშინველისეული ძალები, განიღბთობა მისი მახსოვრობა, შემეცნების უნარი და მე ვიტყოდი რომ მართლმადიდებლური გნოზისი სულ სხვა გნოზისია, ქრისტიანული გნოზისი სულ სხვა სიყვარულებრივი გნოზისია და არაჩვეულებრივი ინფორმაციის მიღებაა. ამიტომ შემეცნება გნოსეოლოგია მართლმადიდებლური ქრისტიანული რადიკალურად განსხვავდება სხვა მექანიკური შემეცნებისგან, სხვა უმადლო შემეცნებისგან. რადგანაც ქრისტიანობა ეს არის მკვდარი ფორმა, რაღაცა ნამსხვრევები, რაღაც გარკვეული ცოდნისა, რომელიც შეიძლება არ შეიძლებამდე შეიძლება დავიყვანოთ. და მხოლოდ რაღაცის აკრძალვების სისტემა არ არის ქრისტიანობა. მერთმა დაგვიფაროს. ქრისტიანობა ეს არის ცოცხალი ჭეშმარიტება, რომელიც გამოვიდა და გამოვალს პირისაგან ღვთისა და რომლითაც სხონდება ადამიანი და რომლის შემეცნებითაც ვნაყრდებით ჩვენ და არა მარტო ბიოლოგიური პურით. არამედ იმ პურით, რომელიც გამოვალს პირისაგან ღვთისა, ზუსტად ამას უსვამს ხას მარხვაც, ხომ? ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ მინდოდა ყურადღება. არა მარტო მექანიკური დაცვა, ბიოლოგიური შეიძლება არ შეიძლება საკვების დონეზე, არამედ რა თქმა უნდა, ტოქსინებისა და შხამებისგან განწმენდის ფონზე სხეულებრივი კორპუსის, ჩვენი კორპუსის, სხეულებრივი კორპუსის ფონზე, განწმენდის ფონზე ხდება მენტალური და ემოციონალური განწმენდა ადამიანის. და ამ მენტალურ სივრცეს ძალიან დიდი ძალა და მადლი ენიჭება. ფართოვდება ადამიანის მენტალური ჰორიზონტი სულიერი და მას ეძლევა ისეთი რაღაცები, რაზე ადრეც არც უფიქრია, განსაკუთრებით იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, რომელიც არის აპოკალიფტური, მეორედ მოსვლის მოციქული, სიყვარულის მოციქული, რომელმაც დაწერა მეორედ მოსვლის განგებულების შესახებ, რომელმაც დაწერა აპოკალიფსი, ანუ განხსნა, სიტყვა აპოკალიფს ნიშნავს დაფარულის განცხადებას, გახსნას რაღაცის. ამიტომ ეს განსაკუთრებული წიგნი ჩვენშიც განსაკუთრებულ მადლსა და სულიერ ვიბრაციებს ბადებს, რაც რეზონანსში მოდის ჩვენს სულიერ ჰორიზონტთან და აფართოებს მას და აძლევს ჩვენს სულს იმ ჭვრეტას, რაც ადრე არ ქონდა. ვიმეორებ განსაკუთრებით ისინი, ვინც იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მრჩობლ მადლს იღებენ. რა თქმა უნდა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, მაგრამ მინდა რომ ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ გარდა შემეცნებისა, მარხვაში ადამიანმა ძალიან დიდი ყურადღება და კონცენტრაცია უნდა დაუთმოს სიყვარულს. სიყვარულში უნდა გაძლიერდეს. ეს არ არის შესაძლებელი, მხოლოდ სასურველი შესაძლებლობა, რომ კარგი ადამიანი იქნები, თუ სიყვარულში გაძლიერდები, ისე არ აუშავს. თუ გაძლიერდები, თუ არა და არანიშნავს კარგი ხარ. ნურას უკაცრავად. ეს არის დავალება ღვთისაგან.
ჩვენ გვევალება სიყვარულში გაძლიერება, რადგანაც სიყვარულის გარეშე ჩვენი მარხვაც, ჩვენი შემეცნებაც, ჩვენი ძალისხმევაც, ჩვენი შრომაც ამაო და უნაყოფო იქნება. სიყვარულითა და კონცენტრირებული ლოცვით გახსრულებული საქმენი ბევრად უფრო ნაყოფიერი, ბევრად უფრო პროდუქტიული, ბევრად უფრო გამრავლებადია და ბარაქიანია უბრალოდ რო ვთქვათ, ვიდრე უსიყვარულოთა და მექანიკურად აღსრულებული რიტუალები, რომლებიც ადამიანს მექანიკურ სულიერობამდე დაიყვანს. ადამიანი არის ბიორობოტი, არც რაიმე მექანიზმი. ადამიანი თვითონ არის, მე ვიტყოდი, რიტუალი. თვითონ არის ადამიანის სიტყვა ღვთისა, იმიტომ რომ თვითონ ადამიანის სიტყვით ფორმირდა, ღვთის სიტყვით არის ქმნილება მისი ყოველი სული ადამიანისა, ყოველი სამშვილდე სხეული ღვთის სიტყვით არის, ხომ ფორმირებული. ღმერთმა შექმნა თავისი სიტყვით, არარაობისაგან, არარაისაგან. ამიტომ აი ესეც მთელი ჩვენი ცხოვრებას ერთი დიდი რიტუალი უნდა იყოს, ერთი დიდი ღვთის სიტყვის ღაღადი უნდა იყოს. და რასაც ვღაღადებ და რასაც ვამბობ ჩვენი ცხოვრებით, იმას ვიღებთ, ხომ? ეძებდეთ და იპოვეთ, ითხოვდეთ და მიიღოთ თქვენ. და რასაც ითხოვთ, იმას მიიღებთ. ურავინ ვერ იტყვის, მე სხვა რამეს ვიტყოდი და სხვა რამე მივიღო. ამიტომ თილად უნდა ვიყოთ კიდემინდა ხაზი ამ სიყვარულისა და შემეცნების გარდა მესამეს გაუსვა ხაზი. სიტყვას გაუსვა ხაზი. სიტყვასა და მრავლის მეტყველებას, უქმის მეტყველებას მარხვაში. ამას უნდა ვერიდოთ და ვიცოდეთ სიტყვის ფასი. სიტყვა ღვთისა ეს არის ის, რამაც შექმნა ქვეყნიერება არარაისაგან. ამიტომ სიტყვის ძალა მასში მოთავსებული ხმოვნები და თანხმოვნების კრებული არ არის მხოლოდ და მხოლოდ. არც რამე ფილოლოგიური თავსატეხია სიტყვა რა. მით უმეტეს ღვთის სიტყვა, არამედ ეს არის ის, რამაც შეიძლება ააშენოს ადამიანი და რაც ორლესული მახვილია, არასწორად გაგებული და არასწორად შემეცნებული წმინდა მამების გარეშე განმარტებული ღვთის სიტყვა, თავისი ნებით, ჯიუტად და თვითნებურად განმარტებულმა შეიძლება ადამიანი დაანგრიოს და დაშალოს და ფორმირება გაუწიოს პირიქით ადამიანს. თუ კი ადამიანი სწორად გაიგებს, მართლად გაიგებს მას. ამიტომ ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვას მივყვეთ და რაც შეიძლება ვილაპარაკოთ ძალიან ცოტა და ვილაპარაკოთ ძალიან შინაარსიანად. უпроსტად მდუმარებას მივაქციოთ ამ მარხვაში ყურადღება და ყველამ თავისი სიტყვის ფასი ვიცოდეთ. ვინც არ იცის თავის სიტყვის ფასი, იგი არც ადამიანს არ დააფასებს, არც სხვას არ დააფასებს. რადგანაც თუ ადამიანმა თავის სიტყვის ფასი არ იცის, იგი იგნორირებას გაუკეთებს სხვა ადამიანსაც. ასევე რა თქმა უნდა, მინდა მივაქციო ყურადღება დისციპლინას. მარხვის ბოლოსკენ ვიმეორებ, დისციპლინა კი არ უნდა მოდულდეს, არამედ უფრო უნდა გამზაბდეს. ჩვენი სტატუს quo, ჩვენი სიმყარე, ჩვენი ფუნდამენტი არის რაში? ქრისტიანულ წმენაში, სოდნაში და დისციპლინაში. დისციპლინა კინისებური, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების კინისებური დისციპლინა. დისციპლინა, რომელიც ადამიანს არ გახდის მისაწვდომს სხვადასხვა ხილული თუ უხილავი თავდასხმებისათვის. არ გახდის მისაწვდომს. არამედ პირიქით მას გააძლიერებს. დისციპლინა ეს ის ფარია სარწმუნოებისა და მახვილია სარწმუნოების, რომელიც ადამიანს გააძლიერებს და მას დაიცავს ყოვლისაგან ბოროტის. აი ამაზე მინდოდა ასევე მეთქვა. ასევე კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ უდიდესი გლობალური გრძნობა პატიებისა და შენდობისა არ დაგვავიწყდეს, სწორედ მარხვა დაცული შენდობისა და პატიების გარეშე დაბოღმილი გულით და მასში დალექილი უამრავი სიბინძურით ჭეშმარიტი ასკეზა ვერ იქნება. ასკეზა სიტყვა ვარჯიშს ნიშნავს, ბერძნულად. ასკეზა ნიშნავს, მე ვიტყოდი, ადამიანის ფორმირებას, განხთობას. მე ვიტყოდი, რომ ასკეზა ნიშნავს იმ გულის განწმენდისა და გონების განწმენდის პროცესებს, რომლებიც ჩვენ ასე გვჭირდება. რადგანაც ხსნილში თუ მარხვაში ჩვენი ცოდვების გამო ბინძურდება ჩვენი გული და გონება და ილექება მასში ძალიან ბევრი ტოქსინები და შხამები, ინფორმაციული, სულიერი, ბიოლოგიურიც ვიტყოდი, ემოციონალური. ამიტომ უნდა ჩაქრეს და ჩაიფერფლოს და დაილექოს ჩვენში, როგორც მენტალური ზრახვები, მენტალური თავსატეხები, მენტალური ხაფანგები, რათა ავერიდოთ მათ, ასევე ემოციონალური და ასევე სხეულებრივი ტოქსინები. ეს უნდა დაილექოს როგორც სულიერ გულში, ასევე ფიზიკურ სხეულებრივ გულში. რადგანაც გული მარტო ფიზიკური ორგანო არ არის. იგი გლობალური ადამიანზე დიდი არის, მე ვიტყოდი. ადამიანი ერთი დიდი გულია და ასევე გონებაც. ეს ორი პოლუსი ადამიანისა, გული და გონება, ეს ის ბინერია, რომელთა ნეიტრალიზაციით ადამიანში ხდება სულიერი აფეთქება, განხთობა, ტრანსფორმაცია. ამიტომ ვეცადოთ, რომ მარხვაში ამ პროცესებს შეუწყოთ ხელი.
ღვთის ნების მიყოლით და არა შეუშალოთ. ყველაზე მეტად ჩვენ ზოგჯერ გარეშე ფაქტორები კი არ გვიშლის ხელს. ჩვენივე თავს უშლით ხოლმე ხელს. ჩვენივე თავი ხდება ყოველთვის ხოლმე ხშირად ჩვენივე დამაბკოლებელი და გზის შემკვრელი. ისევ და ისევ შენდობისა და პატიების, სიყვარულისა და შემეცნების, კონცენტრაციისა და დისციპლინის ფონზე გისურვებთ ყველას, რათა მშვიდობით ეზიაროთ და მშვიდობით შეხვდეთ მომავალ პეტრე პავლობას. ისევ და ისევ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.